მეგობრებო, საერთო გაშლილმა გაგიკეთოთ ახლა ესეთი თემა იქნება თქვენი საყვარელი ტოპ 10-დანაც არა, ტოპ 5-დან ალბათ პაუზა თუ დასასრული თქვენ ურთიერთობაში. ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ცოტა არ იყოს გაურკვეველ სიტუაციაში ხართ, რა ხდება და წერტილია თუ სამი წერტილი გავიგოთ ახლა, ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი. და ესე იგი ლაიკები არც ერთ ვარიანტში არ დაგეზაროთ, გამოიწერეთ ჩემი ორივე გვერდი, TikTok-იც, YouTube-იც და პირადი გაშლებისთვის პირად შემოწერეთ. იმისთვის რომ გავიგოთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა და რამდენად თქვენია, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა, დღესდღეობით, როცა ამ გაშლას უყურებთ. გაშლა ყველა ჩემი გაშლები მოქმედებს თარიღი თუ არა წერია მაშინ, როცა რეკომენდაციით თუ უბრალოდ ამოგიგდებთ TikTok-ი, YouTube-ი და ამ ყველაფერს ნახულობთ, იქიდან გამომდინარე ითვლება ის პერიოდი, ის 10 დღე იქნება თუ ის 3 თვე იქნება თუ რა ვადებსაც ვიძახი, როცა გაშლას ნახულობთ მაშინ. პენტაკლის დედოფალიო მეჩვენება, პენტაკლის დედოფალი საკმაოდ პირველ რიგში, შეიძლება წარმოადგენდეთ მიწისტიქიას, გეტყვით, მიწისტიქია ეს არის კურო, ქალწული და დღისრქის წარმომადგენელი როგორც წესი, მაგრამ საერთო გაშლაში ეს არ არის აუცილებელი, რომ ყველა მიწისტიქია იყოს, ეს არის ქალბატონი, რომელიც ღირსეულია, ასე ვიტყოდი, ღირებულება თავისი კარგად აქვს შეცნობილი და ძალიან უყვარს თავის თავში ჩადება ფინანსების გამომუშავებაც, ასევე ძალიან უყვარს და კარგად გამოსდის ამ კარტით, ეს არის დიასახლისის კარტი, ეს არის მეუღლის კარტი, როგორც წესი, ეს არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან უყვარს ძვირადღირებული, ეს იქნება ოქრო, ბრილიანტი, ეს იქნება ძვირადღირებული რაღაცა კარგი ტურები, საზღვარგარეთის დასვენების, ანუ რამდენადაც კარგად გამოიმუშავებს და აქვს მას ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ სახსრები იმისი, რომ კარგად გამოიმუშაოს ხელფასი და რაღაცნაირი ისეთი მიღებული ქალბატონია, სახელოვანი და კარგი ხელფასით, ასე ვთქვათ, დაფასებული თავის სამუშაო კოლექტივში, ასე ვიტყოდი. ასევე ჩადებაც თავის თავში უყვარს. ძალიან უყვარს კარგად შემოსვა, პეწიანი, ესეთი რაღაცა სტილისტიკა, ქალური. გაშლა არის ორივე სქესისთვის, ქალბატონებზე ვისაუბრებ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ძალიან უყვარს მას ისეთი განსხვავებული რაღაცნაირი სტილისტიკა აქვს, ვერ ვიტყოდი რომ მაინდა-მაინც სექსუალურისკენ მიმდინარეობს და რაღაცა დეკოლტე და შეხსნილი და შორტი იქნება იქ თუ ლეგინსი იქნება თუ რაღაც მის გარდერობში არსებობს, მის გარდერობში უფრო არის დახვეწილი კლასიკური თემატიკა, დახვეწილი უფრო შანელის, უფრო კრისტიან დიორის, აი ესეთი დახვეწილი ქალური უკვე სამოსი თუ ვიტყვით სამოსით, ძალიან უყვარს კიდევ ვიმეორებ რაღაცა ჯინჯილები, ეს იქნება ოქროსი თუ კარგი ხარისხის ბიჟუტერია, რომელიც მოდაშია და ძალიან კარგია მისაღებია თუ ასე ვთქვათ იხალისებთ და ილამაზებთ საკუთარ გარეგნობას, რაღაც ხას საკუთარს აძლევთ ამითი თქვენ სტილისტიკას. გიყვართ აი ესეთი რაღაც განსაკუთრებული, ეს იქნება ბრილიანტის დემონსტრირებაც კი და ოქროს დემონსტრირებაც, ასევე კარგი ხარისხის რაღაცა სამკაულები, საყურეები, თავსაბურავები, აი ძალიან მოდური, მაგრამ დახვეწილი სტილისტიკით გამოირჩევით. კიდევ ვიმეორებ, ფინანსებთან მიმართებაში გააქვთ საკუთარი ფინანსები, არავის დახმარებას არ საჭიროებს თქვენი პერსონა ამ ნიშნით, რომ ვინმე თუ არ გადმოგირიცხათ, თქვათ და დაგასპონსორათ საკუთარი თავით ვერ შეძლებთ რამის ყიდვას, რაც თქვენ გულს გაეხარდება ან სადმე წასვლას, ყოველ შემთხვევაში ყველას დახმარების გარეშე მოაგვარებთ ამ ყველაფერს საკუთარი ფასეულობაც მაღალ დონეზე აქედან გამომდინარე გიყენიათ. ყავს 1-2 რამოდენიმე ჰეიტერი, რომელიც გრამატიკულ შეცდომებს რაღაც ხაზს უსვავს ხოლმე კომენტარებში ჩემ ვიდეო გაშლებისას, მაგრამ ძირითადად ჩემი მნიშვნელობა და აზრი ის არის, რომ ინფორმაცია გადმოგცეთ ის, რაც საჭიროა თქვენთვის და არა გრამატიკული შეცდომებზე ვისაუბრო და ხაზი უსვა ხოლმე. ასეთი ადამიანებისთვის
გეტყვით რომ როცა ინფორმაციის ტალღა მოდის, შეიძლება გრამატიკული არასწორი სიტყვა ვიხმარო ხოლმე და ხშირად ამაზე მე თვითონ ვიძახი რომ სწორია თუ არასწორია, მაგრამ მოდი ამაზე ჩავიციკლებით, ასე ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია, რაც მე უნდა მოგაწოდოთ და ჩემი ასე ვთქვათ ყურადღება გადადის აქეთ მიმართულებით, ასე რომ ჰეიტერებს კიდევ ერთხელ სალამი ჩემგან. თუ ასეთი ადამიანი ხართ და გრძნობთ რომ თქვენზე იქნება ეს გაშლა, ვნახოთ მაშინ თქვენი პარტნიორი ვინ არის, რომ უფრო უკეთესად რომ მიხვდეთ ეხლა რას წარმოადგენს რა ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში, ცხრიან პინდაკლეობით ჩვენებენ. საკმაოდ კარგი შეძლებული ადამიანია, შეიძლება შეძლებული ოჯახის შვილია, ასე ვთქვათ, წინაპრებიდანაც მოსდევს მას რაღაც ეს იქნება უძრავი თუ მოძრავი ქონების საშუალება და ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, ოჯახის შვილი, თუ ასე არ არის და რაღაცა თავისით შეიძლება ასევე იყოს რაღაც ნაწილისთვის, რომ თავისით მოახერხა თავისი საკუთარი ძალით და ენერგიებით ჩადო ყველაფერი მან დრო, თავისი ფინანსი, თავის ყურადღება, ემოციური ფონი, ფინანსები კიდევ ერთხელ იმ ყველაფერში, რაც მას დღეს გააჩნია, რომ აი ის სტატუსი და ის ფინანსური საფუძველი, ასე ვთქვათ, მყარი ქონოდა, რაც მას დღესდღეობით აქვს და ამ ფინანსების, ასე ვთქვათ, მოგებასაც პოულობს. ეს არის რთველის კარტი, ცხრიან პენტაკლის, ეს არის ძალიან კარგი ფინანსური გამომუშავება, მატება, ასე ვთქვათ, იმისი, რაც შენ ჩადე, მაგრამ აი ამის მოსავლის მიღება, ამის რთველის მოკრეფვა, ასე ვთქვათ, ფინანსური მხრივ, საკმაოდ შეძლებული ადამიანია, ჯიბე გამოფხეკილი არ არის და აი ამ ფინანსების, ასე ვთქვათ, წყარო მასთან მოდის და მოდის, ასე ვთქვათ, კარგი შეგნებით მიხვდა, სად უნდა ჩაედო, რა დროს უნდა ჩაედო და საჭირო დროს, ასე ვთქვათ, საჭირო კაპიტალი დააბანდა თავის თავში. აქვს ცხრიან პინდაკლით უძრავ-მოძრავი ქონება, საშუალება, რაღაცა შეიძლება თავისი ბიზნესი, თავისი მცირე თუ დიდი ბიზნესი, მაგრამ ის საქმიანობა, რაც მას წარმატებულ, ასე ვთქვათ, რთველს აძლევს. ყოველთვიური იქნება ეს მოგება თუ საერთოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა პერსონალური ტიპაჟია, რომელსაც უმართლებს ფინანსების მხრივ, აი ესეთი პერსონაჟია. ნახოთ ახლა მაშინ თუ ატყობთ თქვენი ეს გაშლა, პაუზა თუ დასასრული თქვენ ურთიერთობაში. 0 შუთი ამოდის. შუთი არის როგორც წესი განულებული პერიოდის კარტი, შეიძლება თქვენ ურთიერთობაში ახლა არის სრულიად რაღაცნაირი კარდინალური, ასე ვთქვათ, პერიოდი, რომელიც სწორედ გაშლაც ასეთია, რომ პაუზა თუ დასასრული ვერ გაგიგიათ რა ხდება, მაგრამ სამყაროს მხრივ სამყარო მიჩვენებს, რომ ეს არის 0, ეს არის ახალი ეტაპი, ეს არის ის ყველაფერი, რაც თქვენ ურთიერთობაში იყო, ვის როგორი ურთიერთობა გქონდათ საერთო გაშლაში, ამას აღარ მიმოვიხილვა. უბრალოდ ყველა ის ეტაპი და ყველა ის თქვენი შეხებები განულებულია ახლიდან ახალ ეტაპზე გადადიხართ, რა ეტაპია ეს თქვენ ურთიერთობაში მზე. კიდევ ერთი მაღალი არკანი, 19 მაღალი არკანი, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან კარგი კარტი, საერთოდ ტაროში ცუდი კარტი არ არის, მაგრამ ეს არის გამონათების პერიოდი, ეს არის დათბობის პერიოდი ურთიერთობაში, ეს არის რაღაცა მედიტაციის პერიოდი, რომელიც სიმშვიდეს და სითბოს გვრის სულში და გულში ამ ურთიერთობაში. კალოდის ძირში არის ასევე მე-14 მაღალი არკანი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც არის ანგელოზის კარტი, რომელიც ემოციური ბალანსის კარტია და ამ ყველაფრისკენ კარტი მოგიწოდებთ. ასევე არის მაღალი არკანი იმპერატრიცა, ეს არის რჩევის სახით, ეს ღმერთო ჩემო, ყველა კარტი არის მაღალი არკანი. ეს არის თქვენი ქალბატონებს მიმართავ თქვენი სტატუსი, დაიმსახურეთ, რომ მიიღოთ ეს სითბო, ეს ახალი ეტაპი, ეს რაღაც ახალი ურთიერთობა თქვენ პარტნიორთან. ბედის ბორბალით ეს არის ციკლური პერიოდი და ბედი ისევ შემოbrunდება სახით თქვენსკენ. ამ შემთხვევაში, ამ ურთიერთობაში თუ სურვილი გაქვთ, რომ რაღაცა სიახლე შეიტანოთ და ახლებურად ახლიდან დაიწყოთ ურთიერთობა, ამაზე იმუშავეთო გეუბნებიან, იმიტომ რომ სამყარო ამის შანსს მოგცემთ ბედის ბორბალით და ეს იქნება თქვენთვის შანსი კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობაში
წარმატებისთვის. მამაკაცი ამ შემთხვევაში ცოტა ჰაერისტიკის წარმომადგენელი, ცოტა ცივ ენერგიებშია, მაგრამ იქნება მისგანაც ენერგეტიკული ჩადება ამ ურთიერთობის, რომ წარმატება მიიღოთ, რჩევა თქვენთვის რთული ეტაპი გადალახეთ ერთად, თუ ამ ადამიანთან გსურვილი გსურთ, მას თქვენი ტემპერამენტი აგიჟებს, ასე ვთქვათ, მიიღეთ, მიიმუშავეთ ამ ურთიერთობაზე.